ჯერჯერობით გენერალურ პროკურატურას მათთვის არ უპასუხია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობები ერთიანდებიან ერთი მიზნის გარშემო, ისინი მიმართავენ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს რეჟიმის ტყვე, პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე. ისინი სავარაუდოდ ახლა მაყურებელი ეკრანზე ხედავს ხელმოწერებს თეატრის მსახიობების, ასევე თანამშრომლების, რომლებიც აგროვებენ ხელმოწერას იმისათვის, რომ დროულად გაათავისუფლონ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. პარალელურად მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე გამოდიან მსახიობები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და მათი მთავარი გზავნილი პირველ რიგში არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ისინი ამბობენ, რომ ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააკავა და ციხეში ჩასვა, ისინი არიან რეჟიმის ტყვეები და დროულად უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება. ანდროს სასამართლოსაც დავესწარი და იქაც იყო აბსურდი. ოღონდ 100% აბსურდი იყო, ესე კი არა 80, 100%. ანუ მოსამართლე იჯდა სამმა საუკეთესო ადვოკატმა ადამიანი დაიცვა, დაცვაც არ ჭირდებოდა, მარტო რომ დაეცვა თავის თავი, ისიც საკმარისი იყო, იმიტომ რომ ადამიანი ჯოხის როლაზე რეალურად გამოვიდა, რომ ჯოხის ვიდეოც არ გამოუყენა, ჯოხის როლაზე დაიჭირეს, რომელიც არც მოხვედრია არავის გამოშვება სასტრაფოდ, ვთქვათ 25-მდიან ეხლა მაინც, რომ ეს ადამიანი დაუყოვნებლივ გამოვიდეს და შეხვდეს თავის ბავშვთან ერთად და ოჯახთან ერთად. ჩვენ გვაქვს სულ რაღაც ორი მოთხოვნა. ეს არის ყველა უკანონო დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება, ჩვენი მეგობრების, იმ ადამიანების, რომლებსაც შეიძლება მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ისინიც ჩვენთან ერთად, ჩვენს გვერდით დგანან და იბრძვიან დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ თანამებრძოლებს, ასე ვთქვათ და თანამოაზრეებს ვერ დავტოვებთ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე. გამარჯვებისკენ კიდე ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ მაინც დრო არის და ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და უნდა ვიყოთ ბოლომდე. რაც თავარია, არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი მოთხოვნები, რაც არის უპირველეს ყოვლისა დაპატიმრებულების გათავისუფლება. სანამ ყველას და თითოეულ რეჟიმის პატიმარს არ გამოუშვებენ, მანამდე პროტესტს ვერ ჩაახშებენ. ჩვენ ხედავთ, როგორ სულ უფრო და უფრო შორდება მთავრობა თავის ხალხს. ჩვენ უბრალოდ არქიტექტურის დონეზეც ხედავთ იმას, რამხელა ბარიერებს აშენებენ. მსახიობების მოთხოვნა უკვე ცნობილია, მათ მიმართეს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით. თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე არის უდანაშაულო და რომ ის არის რეჟიმის ტყვე.